ზოგადად საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ ზოოპარკი ეს არის გასართობი ადგილი, სადაც ბავშვი უნდა მიიყვანო თავშესაქცევად, სადაც უნდა მიიხვიდე და ინახო ცხოველი, აჭამო მას სამწუხაროდ ბატიბუტები, მაგრამ რეალურად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. თანამედროვე ზოოპარკები ეს არის კონსერვაციის და განათლების დიდი ცენტრი, სადაც მიდის ინტენსიური მუშაობა სხვადასხვა სახეობის კონსერვაციაზე, მათ აღდგენაზე, რეინტროდუქციაზე, ანუ ბუნებაში დაბრუნებაზე და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოოპარკი არაჩვეულებრივი რესურსია ამისთვის, რადგან აქ დასაქმებულები არიან მეცნიერ თანამშრომლები, ბიოლოგები, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი სპეციალისტები, ვეტექიმები და ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი რესურსია მაშინ, როდესაც გარეულ ცხოველებთან გიწევს მუშაობა. თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის წევრი, როგორც მშენებარე ზოოპარკი და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ ჩართულები ვართ კონსერვაციის პროცესში. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენ სახეობებზე ზრუნვის, იმიტომ რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და ვის თუ არა, სწორედ ჩვენ სახეობებს უნდა მივხედოთ ჩვენ თვითონ. საქართველოში ირმის მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენთან არის გავრცელებული კავკასიური კეთილშობილი ირემი. ირემი ზოგადად არის ესეთი ტყის ცხოველი, მაგრამ მას არ უყვარს ესეთი ხშირი დღე. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის გარემოში ცხოვრება და გარდა ამისა, მას ასევე სხვადასხვა ტიპის საკვებით შეუძლია იკვებოს. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ასეთი მაღალი შემგუებლობისა, საქართველოში მაინც მოხერხდა და გადაშენდა თითქმის ეს სახეობა. 2022-2023 წლებში გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ისეთ საკითხზე, როგორიც არის გადაშენების პირასყოფი სახეობების აღდგენის ეროვნული გეგმის შემუშავება, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა განახორციელა, რომელიც ასე ვთქვათ, მე გახდით ამ პროექტის კოორდინატორი და დავიწყეთ მუშაობა სწორედ ირმების აღდგენასთან დაკავშირებით. დავიწყეთ ეს თბილისის ზოოპარკში, ახალ ტერიტორიაზე, სადაც 12,000 კვადრატული მეტრი არის, ანუ 1 ჰექტარზე უფრო დიდი არის მათი ვოლიერი და სწორედ აი ირმები გადმოვიყვანეთ. აქ და შემდეგ უკვე დავიწყეთ აქ მათი გამრავლება. შევარჩიეთ ალგეთის ეროვნული პარკი. რატო შეირჩა ეს ადგილი? ესეც რამოდენიმე მიზეზი არსებობს ამასთან დაკავშირებით. მდებარეობს თრიალეთის ქედზე და უკავია გარკვეულად ცენტრალური ადგილი, რომ მოხდეს მისი განსახლება, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით და სწორედ ესეთი ადგილიდან უნდა დაიწყოს ირმის პოპულაციის აღდგენა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ითხოვს და ძალიან დიდი ხანი გრძელდება ხოლმე, რამოდენიმე ათეული წლები შეიძლება გაგრძელდეს. დღეისათვის ჩვენ გვყავს 33 ირემი, რაც ძალიან ბევრი არის უკვე ამ ტერიტორიისთვის და დრო დადგა, რომ უკვე ეს ირემი იყოს გადაყვანილი და იწყება ახლა მეორე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ქვია პირველ რიგში ტრანსპორტ გადაყვანა ირმების და შემდეგ უკვე აი ახალ ვოლიერში უნდა მოხდეს მათი ადაპტაცია. ახალბად, ხო? ვენებს შორის. ხო, ორ ვენას შორის, ხო? ეს ვენა და ის ვენა და ეს. ხო, ადვილადაც ვერ მოიძროს, იმიტომ აქედან ჩვენება მოიძროს. მე დავასხო.
წესი და ჩიჩადი და ის. ხო მარჯვენაზე ედოთ იმას. ხო, ყველას მარჯვენაზე ედოთ ეს აი ეგ არის. შო, ეგ არის. ირმები შეირჩა ასაკის მიხედვით, ახალგაზრდა ირმები და მათ შორის გარდა ამისა ცოტათი უფრო უფროსები, ისეთი რომლებსაც უკვე გამრავლება შეუძლიათ. დანარჩენები უფრო შედარებით უფრო პატარები არიან, რომლებიც უკვე მალე დაიწყებენ ისინის გამრავლებას, მაგრამ ადაპტაცია არის საჭირო. ეს ასაკობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ახლა დასამატებელი გვყავს კიდევ ხარირმები და შემდეგ უკვე პერიოდულად ყოველ წელს უკვე სხვადასხვა რაოდენობის ირმები უნდა დავამატოთ იმის და მიხედვით რა სიტუაცია იქნება. ყველაფერს ახლა რა თქმა უნდა აი რამდენი უნდა დავამატოთ, ამას გავიგებთ 1 წლის მერე. დაანახო გამი. ვეღარ გაიწევ. როდესაც ესე ცხოველს ბუნებაში აბრუნებ, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი სიხარული, მაგრამ ამასთან არის თითქოს გარკვეულწილად ცევდაც, რომ აი ესე შენ თვალწინ გაზრდილ ცხოველს უშვებ, თითქოს დაახლოებით ისეთი ცევდაა, როდესაც შენ შვილს უშვებ თავისუფალ დინებაზე და აძლევ მას საშუალებას, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს და იპოვოს თავისი გზა. დაახლოებით ესეთი შეგრძნება ამ შემთხვევაშიც, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აი ამდენ წლიანი შრომა წყალში არ ჩაიყარა, სახეობა დაუბრუნეთ საქართველოს ბუნებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზრუნოთ იმ სახეობების შენარჩუნებაზე, რომლებიც საქართველოში არიან გავრცელებული.